Assembly will now hear an address by His Excellency Mikhail Saakashvili, President of Georgia. I request protocol to escort His Excellency. On behalf of the General Assembly, I have the honor to welcome to the United Nations His Excellency Mikhail Saakashvili, President of Georgia, and to invite him to address the Assembly. Mr. President, Batono Presidento, თქვენო აღმატებულებო, პატივცემულო დელეგატებო. it is a great honor to represent ჩემთვის დიდი პატივია ამ ტრიბუნიდან კვლავ წარმოვადგინო ჩემი საყვარელი ქვეყანა. during the past decade. გასული 10 წლეულების განმავლობაში, როდესაც პატივი მქონდა მიმემართა ამ დარბაზისთვის, საქართველო არ შემდგარი ქვეყნიდან საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ჩვენ გავიცადეთ აღმასვლაც და ვარდნაც, მქონდა გარღვევებიც და შეცდომებიც, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ხედავდა ჩემი ხალხის მუდმივ სწრაფას თავისუფლებისკენ. დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ და გთხოვთ კიდევ ერთხელ მოისმინოთ იმ ხალხის ხმა, რომლის თავისუფლების სიყვარულიც ყველანაირ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ სხვაობებზე მაღლა დგას. ხმა, რომელიც ჩემს წინაშე კვლავაც არსებული ყველა პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად სავსეა იმედით. ვუცქერ დღევანდელ მსოფლიოს და ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმედის ხმა ნამდვილად საჭიროა. 1990-იანი წლების დასაწყისის ოპტიმიზმი, როდესაც ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება ბუნებრივად გვეჩვენებოდა, როცა ითქვა, რომ ეს ისტორიის დასასრული იყო, როცა გაერო უნდა გამხდარიყო საბოლოო დამშვიდებული მსოფლიოს გული და სული, პესიმიზმის და ცინიზმის ტალღამ სწორედ 90-იანების ოპტიმიზმი წალეკა. მაშინ ნიუ-იორკში ვსწავლობდი და საშუალება მქონდა სტაჟირება გამევლო გაეროში, რომელიც ოპტიმიზმით იყო სავსე. მსოფლიოში მშვიდობა არ დაისადგურა, გაერო კი არ გახდა გაერთიანებული ერების გული და სული. ერთდროს ტრიუმფატორი დასავლური ცივილიზაცია დღეს ცდილობს გაუმკლავდეს ღრმა ეკონომიკურ, სოციალურ და მენტალურ კრიზისს. აღმოსავლეთ ევროპაში ეგრეთ წოდებულ ფერად რევოლუციებს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინათ დამარცხებული ძალები უტევენ. ახლო აღმოსავლეთში, ქაიროსა და ტუნისში მოზეიმე ხალხის სურათი დამასკოში ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვების საშინელმა სურათმა ჩაანაცვლა. იმედგაცრუებისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ რამდენად გამართლებულია 90-იანი წლების დოგმატური ოპტიმიზმის, ასეთივე დოგმატური პესიმიზმით ჩანაცვლება და ყოველგვარი იმედის გაცრუება. განა იმ ფაქტის გაცნობიერებამ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელება ტიტანურ ბრძოლას მოითხოვს, უნდა გვაიძულოს ჩვენი რწმენის და პრინციპების უარყოფა. მე დღეს აქ მოვედი, რათა გაგიზიაროთ ჩემი ხალხის იმედი და ვილაპარაკო ჩემი ერის სახელით ამ პესიმიზმისა და უიმედობის წინააღმდეგ. მე მოვედი, რომ მიმართო მათ, ვისაც ეჭვება, ყოყმანობს და აქვს ცდუნება დანებდეს. თუ კი დასავლეთი მოძველდა, მაშინ რატომ აფასებს ამდენად ნატოში შესვლის თარიღს მილიონობით პოლონელი, ჩეხი, ესტონელი, რუმინელი და სხვა ერი? და რატომ აკაკუნებს მილიონობით ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი თუ სხვა ევროპის კავშირის კარზე? თუ თავისუფლება მოდაში აღარაა, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ტუნისში ერთი ადამიანის თვითმკვლელობამ შეცვალა მსოფლიოს რუკა? არა, ისტორია არ დასრულებულა 1989 თუ 1991 წლებში და ის არასდროს დასრულდება. თავისუფლება კვლავაც წარმოადგენს მის მამოძრავებელ ძალას და ჰორიზონტს. ყველგან, სადაც ადამიანებს სურთ თავისუფლების პირობებში ცხოვრება, მათ უპირისპირდებიან ტირანიის ძალები. საკითხავი ისაა, რას ვაპირებთ, იმას, რომ ვიყოთ დაპირისპირების მონაწილენი თუ მაყურებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ. პატივცემულო დელეგატებო. ეხლა როცა მე აქ თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლას და მუქარას. სომხეთი კუთხეში მიიმწყდეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. ბლოკადა გამოუცხადეს მოლდავას, უკრაინას თავს ესხმიან. აზერბაიჯანის განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირ არის დარჩენილი, საქართველო კი ოკუპირებული. რატომ? იმიტომ რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს
დაკარგული საზღვრები. თუმცა სიტყვა საზღვარი აქ უადგილოა, რადგან რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციას თუ ევრაზიის კავშირს არასდროს ჰქონიათ საზღვრები. მათ მხოლოდ განაპირა მხარეები, ზღვარი ჰქონდათ. მე დღეს სწორედ ამ განაპირა მხარეთა სახელით ვსაუბრობ. სახელმწიფოს უმეტესობისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით. მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი. ის ფუნდამენტურად უარყოფს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძლიერი მთავრობების იდეას, ისეთებისაც კი, რომლებიც მისი ინტერესების მიმართ მეგობრულად იქნება განწყობილი. მე არასდროს ყოფილა როგორც ფრანგები ამბობენ langue de bois pani, მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს თქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ. მოდით ვიყოთ სრულიად გახსნილი და დავაკონკრეტოთ არსებული სიტუაცია, როგორ ფიქრობთ? მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ის, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება. ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგო რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამარჯვება ერევანზე? რა თქმა უნდა, არა. მოდერნიზებული და დინამიური აზერბაიჯანის აღზევება რუსი ლიდერებისთვის კოშმარის ტოლფასია. არა, მათ არც ერთი მხარის გამარჯვება არ სურთ, მათი მიზანი საკუთრივ კონფლიქტია, რადგან ეს უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის დამოკიდებულებას და აფერხებს მათ ევროპულ ინტეგრაციას. როგორ გონიათ, განაპირობა თუ არა ნარინჯისფერი რევოლუციის ძალების საარჩევნო მარცხმა მოსკოვის უკრაინისადმი დამოკიდებულების ცვლილება? პირიქით, გუშინ ვესაუბრეთ ჩემს კოლეგა ვიქტორ იანუკოვიჩს. მისი მთავრობა მუდმივი თავდასხმების ობიექტია რუსეთის მხრიდან და ეს ხდება ყოველდღიურად. ვილნიუსში დაგეგმილი სამეტის წინ რუსი თანამდებობის პირები ღიად საუბრობენ ამ სახელმწიფოს დაშლის პერსპექტივაზე. როგორ გონიათ, არის თუ არა კრემლი მზად განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როდესაც მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში, სულაც არა. ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება. გუშინ ოკუპანტებმა დღისით, მზისით და სრულიად დაუსჯელად საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან. გაუნადგურეს საცხოვრებლები, მამაპაპის დანატოვარი, დაიკავეს წინაპრების საფლავები და სარწყავი სისტემები. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირეებისა თუ თვების გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წისვლას. ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქოს უსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისთან, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას. ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის და ეს მიამაყება, რომელმაც გაუძლო რუსეთის ფართომასშტაბიან შემოტევას. ჩვენ ასევე ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ თავს დაგვესხა 5,000 კაციანი ძლიერი რუსული არმია. მათ დაგბომბეს 200 თვითმფრინავით, შემოგვიტიეს შავი ზღვის ფლოტით და ათობით ათასი დაქირავებული მებრძოლით. ყველაფერ ამას გაუძლო ჩვენმა დამოუკიდებლობამ და სახელმწიფოებრიობამ. მოდით ნუ ღარ დავაყენეთ რისკის ქვეშ მშვიდობას. ჩვენ გადავრჩით, რადგან ვიყავით ერთიანი და ჩვენს გვერდით იდგა მსოფლიო. იმედი მაქვს, მსოფლიო კვლავ ჩვენს გვერდზე იდგება, როდესაც ასეთ ზეწოლას კვლავ მიმართავენ. აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით. ვთხოვოთ საერთაშორისო გაერთიანებას მოახდინოთ მკაცრი რეაგირება ამ აგრესიაზე და გაგვიწიოთ დახმარება, დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე. ვლადიმერ პუტინის ზიზღი მთავრობის მიმართ, რომლის მეთაურობის პატივი მე თითქმის 1 ათწლეულის განმავლობაში მქონდა, არ არის განპირობებული პირადული ანტიპატიით თუ კულტურული გაუგებრობებით. ყველა მსგავს ინტერპრეტაცია მხოლოდ და მხოლოდ შირმაა. ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი შევარდნაძე საბჭოთა ნომენკლატურის წრიდან გამოვიდა. იგი ხელისუფლებაში 90-იან წლებში რუსეთის პირდაპირი დახმარებით სამხედრო გადატრიალების გზით დაბრუნდა. ჩემგან განსხვავებით იგი კარგად იყო ცნობილი საკუთარი საბჭოთა დიპლომატიური უნარებით. ყოველივე ამის მიუხედავად, რუსეთი მუდმივად ცდილობდა ძირი გამოეთხარა მისი ხელისუფლებისთვის და მასზე რამდენჯერმე თავდასხმაც მოაწყო. საქმე გამსახურდიაში, შევარდნაძეში, სააკაშვილსა თუ ივანიშვილში არ არის. რეალურად სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საფრთხე ასეთი სერიოზულია. საქმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალს ეხება. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის დღევანდელმა მმართველებმა კარგად იციან, როგორც კი მყარი ინსტრუმენტები აშენდება უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვაგან, ეს ინსტიტუტები ასახავენ და გააძლიერებენ ამ ქვეყნების ხალხთა სურვილს, იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის ნაწილი.
სწორედ ამიტომ მიიჩნიეს წარმატებული რეფორმისა და ნამდვილი სახელმწიფოების მშენებლობის ქართული გამოცდილება ერთგვარ ვირუსად, რომელიც მთელი მსოფლიოს საბჭოთა კავშირის ინფიცირებას მოახდენდა. ვირუსად, რომელიც უნდა ამოიძირკოს ყველა შესაძლო საშუალებით. მაშინ, როდესაც ერთ დროს არ შემდგარი ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალიზებული ქვეყანა, გავხდით ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ევროპაში, მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიო ბანკის მიხედვით და საუკეთესო ადგილი ბიზნესის საკეთებლად. სწორედ ამიტომ ქართულ ხალხს დაუწესეს ემბარგო, თავს მოახვიეს ომი და ოკუპაცია. ყველაფერი 2006 წლის შემდეგ. სწორედ ამიტომაა ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის უნარი ასე მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის. ძვირფასო კოლეგებო, ევროკავშირისა და ნატოს მიერ, რომელიც ჩვენი ხალხის ნებაზეა დაფუძნებული, ჩვენს რეგიონში მიღწეული წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამ პროგრესის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას საკუთარი სახელიც აქვს ევრაზიული კავშირი. ცუდად ხდის, როდესაც კგბ-ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. სწორედ ამის გაკეთება არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს. ევრაზიული კავშირი შეიქმნა როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს. ეს არის ახალი რუსული იმპერია, მაგრამ ეს პროექტი მის ლექციებზე უფრო საშიშია. ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი დრო და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. შეიძლება რაღაც მომენტში იფიქრო კიდეც, რომ მირაჟის მიღწევას ვცდილობ. საფრთხები უფრო პირდაპირია და ეგზისტენციალური. ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება. ამავე დროს დაპირებები ბუნდოვანია და შორს. ვინმე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ შეიძლება უბრალოდ დაიღალოს და იკითხოს, რატომაც არა. დღეს მე მსურს ავხსნა სწორედ, რატომ არა. საგარეო პოლიტიკისა და ალიანსების არჩევანზე მეტად დღეს ჩვენი ქვეყნები მომავლის განსაზღვრელი არჩევანის წინაშე დგანან. ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ კი მისთვის მისაღებია შიშის და კრიმინალის პირობებში ცხოვრება ისეთ სამყაროში, სადაც განსხვავებულობა აღიქმება როგორც საფრთხე და უმცირესობები კი როგორც ჩაგვის ობიექტები. სამყაროში, სადაც პოლიტიკური ოპონენტები განიცდიან შერჩევით სამართალსა და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს არის სამყარო, რომელიც ძვირფასო მეგობრებო, ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან ჩვენ სწორედ იქ ცხოვრობდით. ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ კგბ-ს ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენი აღორძინებული ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებები მიგვიძღვიან სრულიად სხვა სამყაროსკენ, რომელსაც ევროპა ეწოდება. ევროპული საზოგადოებების 400 სრულყოფილებისგან. იქაც შეხვდებით შიშს, ეჭვებს, სიბრაზეს, ზიზღს, სოციალურ უთანასწორობას. მაგრამ ამავე დროს იქ მერიტოკრატია ნეპოტიზმზე მაღლა დგას. საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტი კი ტოლერანტობაა. ამჟამინდელი ოპონენტები მომავალი მინისტრები არიან, რომლებსაც არც ციხეში სვავს ვინმე და არც ფიზიკურად უსწორდება. თუკი ამგვარად შევხედავთ, ჩვენი რეგიონის ხალხისთვის არჩევანი იმდენად აშკარაა, რომ კრემლის ზოგიერთმა სტრატეგმა, რომელიც საკუთარ თავს პოლიტტექნოლოგებს უწოდებენ, გადაწყვიტა საერთოდ გააუქმოს სიმართლე და უფრო მძაფრად გაავრცელონ ათასგვარი სიცრუე საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში თუ სხვაგან. ჩვენ ქვეყნებში ისინი მეხუთე კოლონების საშუალებით ნერგავენ სტერეოტიპს, რომლის ფარგლებში ევროპის კავშირი გაიგივებულია ოჯახის ფასეულობების, ეროვნული ტრადიციების დამანგრევლებთან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თავსმოხვევასთან და ტრადიციული რელიგიის განადგურებასთან. უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში ყველა მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ხანგები გვესმის. გვესმის, რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრება დასავლეთის გავლენის გამო, რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეი პარადებით ჩაანაცვლებენ და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია. და ბოლოს, ვითომც არაფერი გვესმის, რომ ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუ თუ მართლა ასეთი გულუწყვილოები ვართ, რომ დავიჯეროთ ეს წყვილები, როგორც წინათაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს წაგვართვას ჩვენი სუვერენიტეტი. ნუ თუ შეგვიძლია ასე უსამართლო ვიყოთ ჩვენი წინაპრების მიმართ და ვიფიქრებთ, რომ მათ პატივი მიეგებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს დავესხმებით რომელიმე მეჩეთს. ნუ თუ ასე არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, რომ დავუშვათ მისი უსასრულოდ გამეორება. როცა ჩვენ ვისმენთ რუსი იმპერიალისტების მიერ ნამღერ მართლმადიდებლური ზმობის ყალბ მუსიკას, რატომ არ შეგვიძლია გავიგონოთ მათ მიერვე მოკლული პატრიარქის კირიონის, ანაც
აწამები კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მარადიული ხმა. ის მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ჟენევის კონფერენციას მიმართა და საკუთარ ქვეყანაში დამპყრობლების შეჭრა გააპროტესტა. მან დაკითხვაზე სიტყვებით წარმართვა შეგიძლიათ ჩემი სხეული და ხორცი წამართვათ, მაგრამ სულს ვერაფერს უზამთ. ნუ თუ ასე დაუყრუდით, რომ არ გსურს გავიგონოთ რუსი იმპერიალისტების და კომუნისტების მიერ ნაწამები, ეპისკოპოსების და მღვდლების ხმები. ნუ თუ ისეთი გაუნათლებლები ვართ, რომ არ გვახსოვს, ვინ გადაღება ჩვენი ტაძრები და წაშალა ჩვენი წმინდა ფრესკები. ნუ თუ ისეთი ბრმები ვართ, რომ ვერ დავინახოთ, როგორ გაანადგურეს ჩვენი ტაძრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე ხალხმა, რომლებმაც ეკლესიები მე-19 საუკუნეშიც გაგვინადგურეს. ისტორიის ცოდნა აუცილებელია. ჩვენი ისტორია კი გვასწავლის იმას, რომ ტოლერანტობა ჩვენს რეგიონში ჩვენივე სუვერენიტეტის საფუძველია. ტოლერანტობა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, იგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. უნდა ვიცოდეთ ისტორია და გავიგოთ, რომ ძველი იმპერიული პრინციპი დაყავი და იბატონე დღეს გამოიყენება ისე, როგორც გამოიყენებოდა 2 საუკუნის წინათ. შეხედეთ ჩვენს რეგიონს დღეს. ვინც იცის კავკასიის რეგიონის ისტორია, ემახსოვრება, რომ სომხურ აზერბაიჯანული სისხლის ღვრა, რომელიც 1905 წელს მოხდა, პირდაპირ იყო მანიპულირებული ცარისტული ადმინისტრაციის მიერ. თან არ შეგვიძლია ეს შევადაროთ 1980-იანი წლების ბოლოს ყარაბახის კონფლიქტის გაჩაღების დასაწყის. რუსეთის არმია იქ იყო, თანაც დიდი რაოდენობით და მის თვალწინ დაიწყო ომი. ისინი ორივე მხარეს თავს აჩვენებდნენ, რომ ეხმარებოდნენ, რეალურად კი კონფლიქტს აღვივებდნენ. ვინც იცის ისტორია ადვილად გაიხსენებს, ისევე როგორც ვიხსენებ მე, აფხაზეთში ომის დაწყებას 90-იანი წლების დამდეგს, როდესაც ქართული ნახევრად გასამხედროებული ფორმირებები იარაღს იღებდნენ იმავე რუსული ჯარისგან, რომელიც ბომბავდა ჩვენს ტერიტორიას. თავის მხრივ მოუძღოდა, ხელმძღვანელობდა, ეხმარებოდა აფხაზურ ფორმირებებსა და ჩეჩენ-დაქირავებულ მებრძოლებს, რომ ჩაეკლათ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ყოველგვარი სოლიდარობის გრძნობა. ეს ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც 100 წლით ადრე, როდესაც ქართველი ოფიცრები იგზავნებოდნენ ჩეჩენი, ინგუში და დაღესტნელი ხალხების წინააღმდეგ რუსეთის ომებში ბრძოლის წინა ხაზზე. შეგვიძლია ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში თუ სხვა პერიფერიულ ქვეყნებს გადავხედავთ, მაგალითად პოლონეთს და უკრაინას და ზუსტად იგივე სურათს გადავაწყდებით. იმპერია ცეცხლთუნთებდა დამონებულ ხალხებს შორის ურთიერთობებს და ყოფდა მათ ფანატიკური ანტაგონიზმის კედლით. ასეთი მიდგომა ამართლებდა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ იგი დღესაც მუშაობს. ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო დელეგატებო, ევროპის კავშირი, ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი პოლიტიკური წარმატება, აგებულია 3 საყრდენზე, რომლითაც 3 უარყოფად შეგვიძლია უწოდოთ. პირველი, რადიკალური ნაციონალიზმის უარყოფა, რომელმაც ევროპა ორჯერ მიიყვანა კოლექტიური თვითმკვლელობის ზღვარზე, 2 მსოფლიო ომის სახით და ნაციზმის საშინელებებამდე. მეორე კომუნიზმის უარყოფა, რომლის გავრცელების საშიშროებაც იყო კონტინენტზე. მესამე იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის უარყოფა. ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს და მტკივნეულადაც, რადგან თქვენ თავად იყავით ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიალიზმის მსხვერპლი. მათ დრო დასჭირდათ მესამე უარყოფის მიღებისთვის, მაგრამ კოლონიებზე უარის თქმა იყო მოდერნიზაციის და დემოკრატიის განვითარების, ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის რეალური ხორჩესხმის ფასი. Of their democracy and also for the European unification to actually be realized. The Eurasian Union is ევრაზიული კავშირი კი დაფუძნებულია ზუსტად საპირისპირო პოსტულატებზე. იგი ეყრდნობა დაპირისპირებას, მას სათავეში უდგას ძველი კგბ-ს სტრუქტურები და მიზნად ისახავს ძველი იმპერიის გაცოცხლებას. სწორედ ესაა ევრაზიის კავშირი. სწორედ ამიტომ ევრაზიულ კავშირში შესვლა ძალიან ადვილია. არ არსებობს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტერიუმები. კოლონიად გახდომა სინამდვილეში საერთოდ არ საჭიროებს არანაირი ძალისხმევას. პასიურობა, არაფრით გამორჩეულობა, ეროვნული სიამაყის არ ქონა მთავარი კრიტერიუმია. მონობის სურვილი კიდევ სხვა საქმეა. მეორე მხრივ, ევროპის კავშირში, ანუ ნამდვილ გაერთიანებაში, მოხვედრას ტიტანური ძალისხმევა სჭირდება, რომ დაკმაყოფილდეს ზუსტი კრიტერიუმები, რომლებზეც დგას ევროპის კავშირი. ამდენად, მათ, ვისაც ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, სულს უთხრა. სწორედ იმიტომაც, რომ ევროპის კავშირში გაერთიანება მოითხოვს ძალისხმევას და სერიოზული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, სწორედ იმიტომ, რომ ევროპის კავშირი არ ცდილობს თქვენს ჩაყლაპვას, როცა მეორე კავშირი სწორედ ამაზე ოცნებობს. ჩვენი არჩევანი ცხადზე ცხადია. ამავე დროს ამარჩევანის სიცხადის გასამყარებლად უკეთესი არგუმენტიც არსებობს, კერძოდ ის, რომ რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის. 21 საუკუნეში ვერც ერთი იმპერია ვერ იარსებებს. მით უმეტეს რუსული, რომელიც იმპერიათა სამყაროში უკანასკნელ ანაქრონიზმს წარმოადგენს. თუ ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედაც იმიტომ, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის.
Exactly the same is ეს happening იმპერიები in ეჭქვეშ Russian დადგა როგორც პერიფერიაში, ისე ცენტრში. სწორედ ასე ხდება ამჟამად რუსეთში. იმპერიული ოცნების უარყოფა, როგორც ნახეთ, ჯერ პერიფერიებზე ხდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმპერიას უარყოფენ ცენტრშიც. ამგვარი უარყოფა თავს ავლენს არა მხოლოდ სახალხო პროტესტში, ან სულაც რუსეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციის მზარდ მხარდაჭერაში. ეს უარყოფა უპირველესად რუსული ელიტების მხრიდან პუტინის ამ პროექტის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში ვლინდება. სწორედ იმ ხალხს აღწამს ამ პროექტის, რომელიც უნდა ემსახუროს მას. ამგვარად, როგორც განაპირა ქვეყნებში, ისე ცენტრში უარყოფის შედეგად იმპერიალისტური გზა ჩიხში შედის. ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის. რუსეთი ჩამოყალიბდება სახელმწიფოდ, რომელსაც პერიფერიების ნაცვლად ექნება ნამდვილი საზღვრები. ის იქნება ნამდვილი ქვეყანა ნამდვილი საზღვრებით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს იგი მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სწორედ ამის შემდეგ ჩაანაცვლებს თანამშრომლობა დაპირისპირებას. ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრ ადამიანს გონია. აქედან იხეირებენ განაპირა ქვეყნები, მაგრამ ყველაზე მეტად ამით რუსი ხალხი მოიგებს. ეს მოხდება იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეთა იმ თაობისთვის, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, იმპერიული პროექტი აბსურდია. ეს მოხდება იმიტომ, რომ ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს, ვერ მოახდენს კონსოლიდირებას და ვერ გახდის რუსეთს ერთიან სახელმწიფოს. ნავთობისა და გაზის უსასრულო რესურსებით განპირობებულ შემოსავალს საფრთხეს უქმნის ფიქლის გაზისა და ნავთობის მოპოვების პერსპექტივა. ფიქლის გაზის რევოლუცია ნამდვილად უთხრის წინ მსოფლიოს უკანასკნელ ავტორიტარულ იმპერიას. ეს მოხდება იმიტომ, რომ გაზი ვერ ჩაანაცვლებს ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ეს მოხდება კორუფციისა და სამართლიანობის არარსებობის გამო. ეს მოხდება იმიტომ, რომ მთელი რეგიონები გაუძღავდა დისკრიმინაციის, ძალადობის გამო, რადგან ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, თათრეთი თუ სხვა ადგილები იმდენად შევიწროებულები არიან, რომ თავს მოსკოვში ცენტრალურ ხელისუფლებასთან საერთო პროექტის წევრებად აღარ გრძნობენ. ეს მოხდება იმიტომ, რომ იმედგაცრუება, სიბრაზე და ზიზღი ძალიან ძლიერია, გამოერთიანებელი იდეალი კი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს მოხდება არა მომავალ ათწლეულებში, არამედ უახლოეს წლებში. რამდენიმე წელიწადში გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე წელი აპირებს პოსტზე დარჩენას. რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის აჩრდილად, იმპერიის კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად. არავინ იცის ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივი. არავინ იცის პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ თავარი სხვა რამ არის, რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ. ეს ის პერსპექტივაა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოემზადოთ. პარალელურად მაშინ, როცა ჩვენი რეგიონი რჩება კონფრონტაციის კერად, ყოფილი დამონებულიერები დაპირისპირების ნაცვლად უნდა გაერთიანდნენ. წარსულში ზოგიერთ ლიდერებსა და ქვეყნებს, მაგალითად იოსებ პილსუდსკის პოლონეთს, რომელიც ყველა ჩაგრულერს პოლონეთის თავისუფლების დროშის ქვეშ ეხმობდა. ესმოდათ, რომ ერთი ქვეყნის თავისუფლება დამოკიდებული იყო ყველა ჩაგრულიერის თავისუფლებაზე. თუმცა, არასდროს ჩვენ წინაპრებს არ უხეირიათ ისეთი დიდი ძალისგან, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი სტრატეგიული ინტერესი. შენარჩუნდეს ჩვენი სუვერენიტეტი, ეს ძალა კი არის ევროპის კავშირი. დღეს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე სურს გავიმეორო მოწოდება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავაკეთე. აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით, როგორც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის პასუხი, ევროპის კავშირმა ჩვენს ქვეყნებს მისი ქოლგის ქვეშ თანამშრომლობის შესანიშნავი პლატფორმა შესთავაზა. ამ წამოწყებაში ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. უნდა განვავითაროთ ერთობლივი პროექტები. უპირველესად, ერთად განსახორციელებელ რეფორმებზე ფოკუსირებით. იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანისთვის რეფორმები ნიშნავს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას. რუსეთის იმპერატორს ეკატერინე მეორეს ეს შესანიშნავად ესმოდა. როდესაც პოლონეთმა ფრანგული და ბრიტანული განმანათლებლობის კვალდაკვალ რეფორმების გატარება დაიწყო, მან ფრიდრიხ დიდს, პრუსიის მეფეს გრძელი საიდუმლო წერილი მიწერა.
ეს წერილი დღესაც რჩება იმპერიალისტური პროექტის ბუნებისა და სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ აღწერილობად. წერილის თანახმად პოლონეთში მიმდინარე რეფორმები საფრთხეს უქმნიდა როგორც რუსეთს, ისე პრუსიას, რადგან ისინი პოლონეთს გადააქცევდნენ ნამდვილ სახელმწიფოდ. ამიტომ აუცილებელი იყო მათი შეჩერება. საჭირო იყო პოლონეთზე თავდასხმა, მისი გაყოფა მანამ სანამ რეფორმები სრულად განხორციელდებოდა. რადგან ამ ქვეყნების ოკუპირებას ვეღარასდროს შეძლებდნენ. ეს წერილი არ იქნება ძალიან უცხო მათთვის, ვინც კარგად უწყის რამდენად ემტერებოდა ვლადიმერ პუტინი ქართულ გამოცდილებას ბოლო 10 წლების განმავლობაში. რუსების უმრავლესობა კითხვას სვავდა, თუ ერთდროს კორუფციით, კრიმინალით და მაფიის მოცულმა არ შემდგარმა და დანაწევრებულმა საქართველოს შეძლო წარმატების მიღწევა, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება თავად რუსეთს? ეს იყო იდეოლოგიურად საშიში პროექტი. პირველად კავკასიაში შენდებოდა ნამდვილი, ეფექტური ერის სახელმწიფო და ამიტომ აუცილებელი იყო რეფორმების განადგურება, მანამ სანამ ისინი საბოლოოდ გამოიღებდნენ ნაყოფს. ქალბატონებო და ბატონებო, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის გაყოფილ კავკასიაში, ჩვენი მმართველობის ფორმა უნდა იყოს ერთიანობა. მე გავიხსენე აფხაზეთში ომის დასაწყისი, მაგრამ სურს ასევე გავიხსენო უფრო ადრინდელი, კავკასიის ისტორიისთვის სიმბოლიზმით სავსე სცენა. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შამილის აჯანყების დროს, როცა თავად შამილი ტყვედ ჩაბარდა, ბოლო ჩეჩენი მეთაური ბაისუნგური დაიჭრა და ასევე ტყვედ ჩავარდა. მისი ჩამოხრჩობის წინ რუსმა ოფიცრებმა მისი თანასოფლელები შეკრიბეს და ერთ-ერთ იმ სკამის გამოსვლა მოთხოვეს, რომელზეც სასიკვდილოდ განწირული მეთაური იდგა. ამგვარად მათ სურდათ ხალხს შორის გაეღვივებინათ დაპირისპირება და შურისძიების გრძნობა, რაც კავკასიელების უძველესი ტრადიციაა. ამის შემხედვარე, ბაისუნგურმა სკამი თვითონ გადააგდო. აკრძალული თვითმკვლელობით, რომელიც ყველა რელიგიაში აკრძალულია. მან მეზობლებს შორის შუღლი აიცილა თავიდან. ამ ერთი წარუმატებლობის ფონზე, რამდენჯერ გამართლებია იმპერიას კავკასიელებს შორის შუღლის ჩამოგდების ტაქტიკა. ეს უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ჩემი პრეზიდენტობის დროს წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომელიც მომართული იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის ადამიანური კონტაქტების გახშირებაზე, საუნივერსიტეტო გაცვლასა და საგანმანათლებლო პროექტებზე. ამიტომ აღიარა საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზი ხალხის გენოციდი, რომელიც ბევრისთვის ისტორიის უცნო ფურცელს წარმოადგენს. მთლიერი ამოხოცეს, რადგან მათი მიწა რუსებს სჭირდებოდათ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს მცირე ძალისხმევა. აუცილებელია მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება, რათა მისი ზიზღის მემკვიდრეობა სწრაფად იყოს დაწლეული. სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ცხინვალსა და სოხუმს. უნდა მოვემზადოთ, რომ ხელგაშლილად უკან მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ დევნილებად ქცეული 9 მილიონი ქართველი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი დაუბრუნდეს მიტოვებულ სახლებს. იმიტომ რომ ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გგონია. უფრო ადრე რამდენიმე წელიწადში. ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს მინდა ვიამაყო იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველომ ამ პერიოდში მიაღწია. ჩვენ საქართველოს პირდაპირ გაგებით წყდიედიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ საქართველოს საჯარო სამსახურს შევძინეთ უპრეცედენტო გამჭვირვალობა. ჩვენი შვილები დავაბრუნეთ სკოლებში, რომლიდანაც გამდევნეთ ბანდები. ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დაუახლოვეთ მეტად ვიდრე ოდესმე. ჩვენ დაუღალავად მუშაობდით ტოლერანტობის სულისკვეთების ასაღორძინებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარსული დიდების დროს ყოველთვის წინ უძღოდა. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედი. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიყავი მსოფლიოში. ამიტომ, როგორც ნებისმიერ ლიდერს, მეც მესმის, რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასური შედეგად გაკეთდა. ჩვენი გამოუცდელობის გამო. ჩვენს ნაჩქარ მცდელობებში, რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, რომელიც პასუხს გასცემდა შიდა და გარე საფრთხეებს, შეცდომებიც დაუშვით და გზებიც მოვჭერით. ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი არასაკმარისად შორს. მე სრულად ვიღებ პასუხისგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე და გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი, ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის.
სურს მიუმართოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ. თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით და სიმამაცით, რაოდენ მოგზალებით უცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს და ძალისხმევას. ჩვენ დავპირდით ამ პროექტს, მაგრამ არ გვითხოვს, რომ მისი განხორციელება მარტივი იქნებოდა. სურს უთხრა მათ, რომ ისინი ყოველთვის უნდა დარჩნენ ერად, რომელსაც თავისუფლების და ღირსების სიყვარული აერთიანებს. ჩვენ ვართ და უნდა დავჩეთ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლის მიმართ უდიდესი მოწიწებით გაერთიანებულ ერად. ერად, რომელიც იზიარებს ჭირსაც, როცა იკარგება ჯარისკაცის სიცოცხლე და ამაყობს მათი სიმამაცით. A nation sharing the same sorrow when they lose their lives and taking the same pride in their bravery. We are the nation that are proud. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ამაყობს თავისი ჯარისკაცებით. ისინი წინააღმდნენ 100 ჯერ უფრო მრავალრიცხოვან რუს დამპყრობლებს და მოგცეს დრო სოფლიოსთან ერთად მოგვეხდინა მობილიზება და დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა, რაც მე-20 საუკუნეში ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს. ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ერად, რომელიც ერთიანია ისტორიული მიზნის მისაღწევად. თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახში შესაბიჯებლად. ოჯახში, რომლისგანაც არასდროს უნდა გავეცალკევებინეთ ჩვენს ოჯახში. რეგიონული ერთიანობის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის ჩვენი გზა ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მისი საბოლოო წარმატებისთვის მუხჩაუხრელად ვაპირებ მუშაობას. როგორც ამაყი ერის, ამაყი მოქალაქე. დიდი მადლობა. On behalf of the General Assembly, I wish to thank the President of Georgia for the statement just made.